სახელითა მამისათა და ათისათა და სულისათა იმისათა ჩვენთან არ ღმერთი. არ დაიხოს. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, განულ დღესასწაულს, იმიტომ რომ წინა კვირას უპროფესორი წინა დღეს იყო დავით აღმაშენებლის ხსენება. ეხლა კიდე სახარებად წავიკითხეთ მეზორეს და ფარისევის და ის მომენტი. დღესასწაული რატო გვაქვს სიხარული? აგერ უკვე იგავობება, სწრაფ განმიხილ სინამდვილესა რჩენი. ნამდვილად ესეა. თუ გსურს რომ სასופველი დავამკვიდროთ ერთმანეთის განკითხვას, ერთმანეთზე ცელის სწავლებას, თუ ჭორაობას, ზურგს უკავაფარებს, ადამიანო თავი უნდა დაანებოს. ღვთისმოწყალებით გვეძლევათ, რომ დიდ მართვის პერიოდი, რომ კიდევ შეიძლება შევიგრძნოთ, დავინახოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში და არა ისეთი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია საკუთარ თავზე ყოველთვის დიდი წარმოდგენისანი არის ადამიანები. ჩვენც ადამიანები. ამიტომაც გება პროექტია კიდევ უფრო გამორჩეულად და გამოჩინებულად საკუთარ თავთან ბრძოლის და საკუთარი თავის განხილვის დრო დიდი მართვა გვიახლოვდა. მეზორე და ფარისეველი შევიდა ორი ადამიანი. ტაძარში სალოცავად ერთი იძახის არ ვარ ღირს სცადავიხილო და თავდახრით ვერც კი ბედავს რომ მივიდეს და მიიახლოს. და მეორე კიდევ დგას და იძახის ყველაფერს აკეთებ რაც რომ გითხარი. და არ ვარ ისეთი როგორც აი ეს მეზორე არის. რადგან იმ დროს მეზორეები ძალიან ასე ვთქვათ არ უყვარდა ხალხს. რადგან ანგარება ძლევდა მათ და იმაზე მეც თხოვდნენ მოსახლეობას ვიდრე დადგენილი იყო. მაგრამ გამართლებული გამოვიდა ის ფარისეველი, რომელიც თავის შეცდომას ხედავდა და თავის თავს ამხელდა. და თავის თავს განიკითხავდა და ამ განკითხვით შეაგონებდა, რომ შეეცვალა თავისი ცხოვრების წესი. ისე გვიდგება დღეს ჩვენ ეს პერიოდი. უნდა შევცვალოთ ჩვენი თავი, ცხოვრების წესი. დღეს უამრავი განკითხვა გვესმის ერთი მეორის, ლანძღვა გინდება უშვერი სიტყვა აღარ არის გარჩევა დედაკაცისა და მამაკაცისა ყველა ერთნაირად განიკითხავს, ილანძღება და უშვერი სიტყვით საუბრობს. წმინდა მამები ამბობენ სახარებაშიც წერია უკვე თუ თვალი შენი ბნელი იყოს, მაშინ შინაგანი მთლიანად ბნელია და თუ ნათელი, მაშინ შიგნით სინათლე გავს და სინათლე რა არის? უფალმა თქვა მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც შემომიდგეს მე ის არ დადიოდეს, არ ვიდოდეს ბნელსა შიგნით. ესე იგი ნათელი სულში არის ქრისტეს სიყვარული და ქრისტეს მცნებებით, თუნდაც სურვილი ქრისტეს მცნებებით ცხოვრებისა. აქ ხშირად ვამბობთ სახარებიდან ვაფრთხილებენ. ცხონდება არა ის, ვინც ჯულს ისმის, ან იცის რჯული რა სიტყვის. ცხონდება ის, ვინც რჯულისაებრ იქცევა. გაქვთ სიყვარული, ესე იგი რჯულისაებრ იქცევა. ხოლო სიყვარული ეს იზალა, რომელიც ყველანაირ ბოროტებას ძლევს და დაამარცხებს. ამიტომაც ეს მართვის დასაწყისი და პირველი თუ შეიძლება ითქვას შეძახილი, მოძახილი, რომ აი სწრაფად განმიხილ სინამდვილის რჩენი გვეკუთვნის ჩვენ საკუთარი თავის შეცნობისა და დანახვისათვის. ამას შემდეგ დაემატება უკვე მარხვაში და ცოტა ხნით ადრე მარხვამდე ეფრემ მასურის ლოცვა. ეუფალო და მეუფე მომეც მე განჟაი თვისთა ცოდვათა და არა გამკითხვას მისა ჩემისა. ესე ყველაფერი იმისკენ არის მიმართული ეკლესიის სწავლება თუ შეგონება, რომ თუ გსურს დავიმკვიდროთ ზეცა უფალთან ახლოს ვიყოთ, მაშინ გმართებს არა სხვისი ცოდვების შემჩნევა თუ დანახვა გამკითხვა, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი ცოდვის მიმართ დაუნდობელი განკითხვა, გამოძიება, დაუნდობელი რო იყვნენ ჯოხის ცემა. და იყვნენ მამები და დღესაც არიან მამები, რომლებიც საკუთარ თავს არ პატიობენ ერთ პატარა
ფიქრს, აზრს, არათუ საქმით რაიმე ჩადენას. ბოროტი ფიქრისთვის, ღვთისთვის არ მოსაწონი ფიქრისთვის თავის თავს დაუნდობლად ჯოხით სცემა და ლოცვით ევედრებიან. ვმადლობთ ღმერთს იმ მოწყალებლისათვის, რომელსაც ყოველწლიურად მიგზავნის, მარხვის, თავშეკავების და ეს თავშეკავება არაა მხოლოდ საკვები, თავშეკავება ფიქრსა და გონებაში, რომ ბოროტი არ ვიფიქროთ, გულში არ ჩავიდოთ, იმიტომ რომ ვიცით უფლის სწავლებიდან და მამათა განმარტებიდან. ბოროტი აზრისაგან ბოროტ საქმემდე ერთი ნაბიჯია, უფრო სწორედ კიდევ უფრო პატარა. ამიტომაც ყველა ბოროტი ფიქრი უნდა ვეცადოთ ამ მარხვაში მაინც რომ განვაგდოთ. არ მოусმენთ, ან თუ მოусმენთ, ჩვენ დაუნებურად შემოვა ჩვენ შიგნით და გვაშფოთთ, სხვა მაღლა მაინც არ უნდა ვთქვათ. კეთილ სიტყვას და სიყვარულს შეუძლია ბოროტი მოაქციოს, ეშმაკებული გამკითხოს. ხოლო ბოროტ სიტყვას და გამკითხულ სიტყვას შეუძლია კეთილი ადამიანიც, ღვთისმოყვარული ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოეყვანოს და დააკარგვინოს ის გზა, რომელიც გზითაც მართლად დადის. მე ვთქვით, რომ ჩვენ შორის, ჩვენ შიგნით თუ არის ფარისეველი, ღვთისძალით განიგებოს და უფალი სახარებაში ამბობს, მოდგმა მემროში ეძიებს სასწაულს და ეს მოდგმა ვერ გადარჩება მარხვისა და ლოცვის გარეშე. იწყება გვიახლოვდება მარხვა. ვერცხოთ, რომ ჩვენი სული შეამზადოს აღმატებული განძის სიკეთის მისაღებად სასუფევრისათვის. ამისათვის ამ ხილულ წუთის სოფელში გვმართებს სულიერი და ფიზიკური შრომა. და ღმერთით ჩვენზე მოწყალია განსაცდელს გვიგზავნის, რომ დაგვამდავლოს. და განსაცდელს გვიგზავნის, რომ გვასწავლოს შეცდომებისთვის რისხანება და თავის მოწონებით ლაპარაკი კი არ გვმართებს, არამედ დაფიქრება თუ რატომ მოხდა და რატო დაუშვა ღმერთმა ეს ჩვენზე. მხოლოდ ერთისთვის საკუთარი თავი დაგვანახოს და უკეთესად გვაქციოს. დიდება და მადლობა ღმერთს, დავით აღმაშენებლის ხსენება ეპოქაში. მეფე, რომელიც 16 წლის ავიდა ამ დიდი პასუხისმგებლობის ტახტზე, გვირგვინი დაიდგა ეკნიანი, მაგრამ ბრწყინვალე. და იშრომა სულიერად და ფიზიკურად, რომ ქვეყანა იმ ძიმე მდგომარეობიდან გამოეყვანა. და მან შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი შეეწეოდა და ვის შეეწევა ღმერთი, მის მოყვარულს. გახსოვთ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებიდან. წმინდა წერილის კითხვა უყვარდა, სამოციქულოს წელიწადში რამდენჯერმე კითხულობდა და ერთხელ ბრძოლისას, როდესაც კითხვით გაერთო, ისე მიუახლოვდა მტრის ადგილსამყოფელს, რომ ვერც კი შენიშნა და მხოლოდ ბრძოლით გამოიკვია იქიდან გზა. და მეფე, რომელიც დიდ სახელოვან საქმეებს აღასრულებდა, ბოლოს, როგორც ერთი ჩვენთაგანი მონახთისა დგას და აღსარებას ამბობს. გალობანი სინანულისა. და იქ ამბობს, რომ ყველა დიდი საქმე და ფიქრი უცბად გაქრება. ერთი მდინარე მეორეს შევრთე და თევზი ერთი მხრიდან მეორე მხარეს მდინარეში ჩავსე. და ყველაფერი ვაშენე, ბაღი ვენახი დამერგე, მაგრამ როდესაც დგება ჟამი ხორცისაგან სულის გაყრისა, მაშინ შემიწყალე უფალო. ამინ, იყოს ესე, მარხვისთვის ემზადებით და ღმერთს თხოვთ, საკუთარი ცოდოთა განცდა იმოქცეს და არა გამკითხვა. გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენთან არის ღმერთი.